გასაოცარ მუზეუმში ფეხს შემოდგამ თუ არა ზავროპოდების ხუთსულიანი ოჯახის შემოგეგებებად, რომელიც განუზომელ ცნობის მოყვარეობასა და ფანტაზიას აღვიძებს როგორც ახალგაზრდებში, ისე ჩვენში. ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ბუნებისმეტყველების მუზეუმი, რომელიც აბუ-დაბის საადიატის კულტურის უბანში გაიხსნა, მეცნიერებისა და კვლევის შედეგად აღდგენილ 13 მილიარდი წლის ისტორიას იტევს. მუზეუმში დაცული საოცარი ექსპონატები ჩვენი პლანეტის წარმოშობისა და დედამიწის ისტორიის ამბავს გვიყვება. ამ სახეობას ტანი ჰქვია და ის ტირანოზავრების ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შემონახული ექსპონატია. მისი ძვლები და კბილები შესანიშნავ მდგომარეობაშია. აი შეხედეთ. მუზეუმის გამორჩეულ ექსპონატებს შორის არის მთვარის ქვა, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ კიდეც. ასევე 25 მეტრიანი ვეშაპის თავის ქალა და მუზეუმის ყველაზე ძველი ნივთი. მურჩისონის მეტეორიტი კაცობრიობისთვის ცნობილი კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული ქვაა. ეს ქვა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ ჩვენი მზის სისტემის წარმოქმნის დროს ჩამოსწყდა ასტეროიდს. როდესაც ეს მეტეორიტი ავსტრალიაში ჩამოვარდა, ადგილობრივებმა თქვეს, რომ მას დამპალი არაქისის კარაქის თუ ბრიუსელის კომბოსტოს სუნი ჰქონდა, მასში შემავალი ნივთიერებების გამო. ეს სუნი ახლაც ასდის. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი იქნება კულტურული პროგრამებიც, მაგალითად ტრიცერატოპსების მარში. ეს გრანდიოზული გამოფენა ნიდერლანდების ბიომრავალფეროვნების ცენტრ ნატურალისთან თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო. ეს არის ტრიცერატოპსების ჯოგის პირველი ჩონჩხი, რომელიც ერთად იპოვეს ჩრდილოეთ აფრიკაში. ეს მუზეუმი სიცოცხლით არის სავსე. იმას გულისხმობ, რომ მუზეუმი ევოლუციის უწყვეტობას გვიჩვენებს. ჩვენი კვლევის, პროგრამირებისა და გამომცემლობის დეპარტამენტები კულტურისა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან ერთად მუშაობენ, რათა არ შეწყდეს ამ საოცარი სახეობების კვლევა და ისევ მიაგნონ ახალ აღმოჩენებს. საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინტერაქტიული და სამეცნიერო პროგრამები ერთმანეთთან აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, რითაც ავითარებს წარმოსახვის უნარს და სწავლის წყურვილს უნერგავს მომავალ თაობას. განსხვავებულ შთაბეჭდილებას იღებ, რადგან ერთ ოთახში შეგიძლია გაიგო უამრავი რამ ტირანოზავრებზე, მეორეში დედამიწაზე. ბევრი რამის სწავლა შეიძლება აქ. ეს ძალიან კარგი ადგილია. უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე და მეტი ცოდნა მივცეთ ხალხს იმის შესახებ, თუ როგორ გავასუფთავოთ მსოფლიო ისე, რომ ეკოლოგიურ გარემოში ვიცხოვროთ. აბუ-დაბის ბუნებისმეტყველების მუზეუმი საინტერესო სივრცეა ყველასთვის და ის მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.